ვფიქრობ, რომ ეს არის დღის მთავარი თემა კი, მას შემდეგ რაც ეს ინტერვიუ ჩვენ მოვისმინეთ და მადლობა პუბლიკას ამ ინტერვიუსთვის, მადლობა ამ ადამიანს, ირაკლი ტატუნაშვილს, რომელმაც გაბედა და მოყვა ეს სიმართლე. მან თქვა, რომ წუხს დღემდე რომ ვერაფერი გააკეთა ალანის დასაცავად და იმედი აქვს, რომ ეს მის მიერ მონათხრობის შეცვლის ამ შედეგს ყოველ შემთხვევაში ამაზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან და სიმართლე იზეიმებს და დაკავებული ვინც არის ნამდვილად ის იქნება დაკავებული ვინც ალანის გარდაცვალება გამოიწვია. ნახოთ რა რეაქცია მოყვება ამას, მაგრამ დაგროვდა რაღაცნაირად ყველაფერი, ხომ? თქვენ აქციის დიდი ხნის მონაწილე ხართ. თქვენ თავზე გამოსცადეთ უსამართლობა, ხომ? და ამ ყველაფრის ფონზე საზოგადოება მაინც ვერ ახერხებს ისე კონსოლიდირებას, რომ ამაზე პასუხი მოითხოვოს, რომ თქვას, რომ ასეთ ქვეყანაში ცხოვრება აღარ უნდა, რომ ეს შეცვალოს. და თქვენი სტატუსი ვნახე მე თორნიკე, რაღაცნაირად თქვენ მიერ დანახული სურათი და მინდა რომ ამაზე ვისაუბროთ დღეს. წინააღმდეგობის არსებული ფორმები, რაც გამოიარა ამ საზოგადოებამ, აღმოჩნდა, რომ არ არის საკმარისი ცვლილებისთვის, მაგრამ ციხიდან გამოსულს კიდევ სხვა რეალობა დაგხვდათ, ხომ? რაღაცნაირი. მინდა რომ ეს თქვენგან მოვისმინო, რომ ძალიან საინტერესოა თქვენ მიერ დანახული, დიდი ხნის პაუზის შემდგომ გამოსული ადამიანის მიერ დანახული ეს რეალობა. მოგესალმებით პირველ რიგში და მადლობა, რომ იქ ციხეში ყოფნისასაც კაფეოდ ისმოდა თქვენი ხმა და თქვენი გვერდში დგომა და ან ჩვენი გვერდში დგომა მხოლოდ არ იყო ჩვენთვის პრიორიტეტი ის იყო, რომ მის საერთო საქმე რაც საერთო საქმეს ვეძახი იმას, რომ ეს ქვეყნის სუვერენიტეტი მისაკუთრებული აქვს ერთ ადამიანს და ჩვენ ქართველმა ხალხმა ვადებული ვართ, რომ ამ ქვეყანას დაუბრუნოთ თავისუფლება და დამოუკიდებლობა და ამ ფიქრებში როცა ხარ და მით უმეტეს ციხეში ჩაკეტილ ოთახში და გესმის იქიდან შენი თანამოაზრეების ხმა ძალიან მამოტივირებელია და მოქმედია და შენ თავს არაძლევ მოშვების უფლებას და იმის უფლებას, რომ რაღაც დისკომფორტი არ გადალახო და აი თუნდაც ახლა საჯარო სივრცეში ურთიერთობა რაღაც ჩემთვის არ იყო ამოსავალი წერტილი არ ვიცი, მაგრამ იმ ბიჭების მიმართ გრძნობ პირველ რიგში პასუხისმგებლობას, ვინც გდანში დავტოვე ხა და მოვიკითხავ აქვე მათ და არა მარტო მათ რუსთავში ბევრგან ბიჭები ქალბატონები რეჟიმის ტყვეება და აქცია სისტემამ და ყველას მოკითხვას უსურვებ და მაქსიმალურად ყველას უსურვებ, რომ ჯანმრთელობა ელემენტარული მაინც შეინარჩუნონ, რომ ეს ბრძოლა არ იყოს ისე, რომ მსხვერპლად თქვენი თავისუფლება გასაგებია რომ დადევით, მაგრამ სიცოცხლე რომ მსხვერპლად დადო ძალიან უკიდურესი ნაბიჯია და რა ვიცი ყველას უსურვებ, რომ მაქსიმალურად გაეძლოთ ამ წნეხისთვის, რაც დღეს ყოველდღიურობაში უწევთ ამ ციხეში. სოლიდარობა სინდისის და პოლიტიკურ პატიმრებს რა თქმა უნდა ჩვენგან. ხნეობა, გამძლეობა და მადლობა პირველ რიგში. რაც შეეხება რა რეალობა დავინახე მე ფაქტიურად ამ რეალობიდან შევედი იმ საჭირო ახსოვების დაწესებულებაში და რო გამოვედი ზუსტად ის რეალობა დამხვდა რაც დავტოვე, იმიტომ რომ ვითხოვდით ორი ძირითადი მოთხოვნა იყო, ვითხოვდით თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს და ვითხოვდით სინდისის პატიმრების გათავისუფლებას და შევედი გამოვედი და ისე მოხდა რომ ისევ ეს მოთხოვნებია ჩამოკიდებული ჰაერში უკვე უმისამართოდ უშედეგო შედეგს ვერ მივახციეთ, მიზანი იგივეა, მაგრამ ქმედითი ნაბიჯებით ვერ გავამყარეთ ეს ჩვენი მოთხოვნა და ისე აღმოჩნდა, რომ ეხლა სინდისის პატიმრებს ბიჭებს უკვე ამის 5 თვეში თვითონ დატოვებენ ნაწილი საჭირო ახსოვების დაწესებულებებს და ავიცი უნდა გავაბრაზდეთ კიდევ ერთხელ და ყველამ ჩვენ თავში უფრო მეტი ხნეობა მოვიკრიბოთ, რომ უფრო მეტი მოქმედებაში და ქმედით ნაბიჯებში ავსახოთ ეს ჩვენი კონკრეტული მოთხოვნები, თორემ ისე გამოდის, რომ არ გვისმენს. პრინციპში ესმით ყველაფერი იციან, მაგრამ ძალა იმის არა გვაქვს, სანამ ესე კონსოლიდირებული ვართ იმ აზრში, ანუ არანაირი პროპაგანდის პრობლემა არ დგას, რომ ვინმეს თქვენ გონიათ, რომ პროპაგანდა ისე სათანადოდ ვერ მუშაობს, ახლა რომ ეს იყოს მთავარი პრობლემა, ანუ საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის სიმართლე და უნდა ცვლილება, მაგრამ ვერ ახერხებს? აი ეგ არის ზუსტად ძირითადი არსი პრობლემის, რომ ყველაფერი ვიცით, რაც ამათ პროპაგანდა ქონდათ არა ომ
ომს კი მშვიდობას ყველაფერი გავიარეთ, ანუ არ არის ეხა 14 წელი ცოტა დრო, რომ ჩვენ არაფერი გვიკეთებია თითქოს და მარტო ვისმენდით იქიდან წამოსულ ნარატივებს და ყველა იქიდან წამოსულ არასწორ აზრს შეხვდა საპასუხო მომზადებული წინადადება, აქიდანაც კონტრარგუმენტი ქონდა ყველაფერს და ჩამოიშალა ეს მათი ყველა არგუმენტი, რაც ამყარებდა მათ პროპაგანდას და ეხა სურვილი ხალხში არის ერთი და ნათელი, ანუ სადაც არ უნდა გახვიდე, ყველგან არის აღქმა, რომ ეს სისტემა უნდა შეიცვალოს. ანუ სისტემა გადაიქცა რეპრესიულ რეჟიმად, რუსულ რეჟიმად, რომელიც მართავს რუსული კანონებით. ანუ რუსული კანონი იმას მანდამაინც კი არ ნიშნავს, რომ იქ რამე კანონში სიტყვა რუსულად წერია. ანუ როცა შენ რეპრესიით და შიშით ცდილობ შენი ხელისუფლება, შენი აზრის, თავისუფალი აზრის დათქმას, ეს არის რუსული სტილის მმართველობა და ხალხმა ეს ძალიან კარგად იცის და ძალიან კარგად აქვს შეგნებული. უბრალოდ აქ არის ერთი მომენტი, რომ იმ ძალას და იმ ფულად რესურსს ეს არის უმნიშვნელო ფაქტორი, ჩვენ აქედან ვერ უპირისპირებთ შესაბამის კონსოლიდაციას, რომ ჩვენი ერთიანობით ეს ძალა მათი რეპრესიები იქნეს დაძლეული და ამ რეპრესიებმა გარკვეულწილად რაღაც ეტაპზე იმუშავა, ეს რა დაგხვდათ, შეცვლილი რეალობა, ვიდრე შეხვედით, ეს ნაწილი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ გასაგებია, რომ წინააღმდეგობა ვერ მოკლა ამ რეპრესიებმა, მაგრამ დაფიქრდა ვიღაცა იმაზე, რომ აი ვთქვათ შეიძლება რომ ამ რეპრესიების ფონზე სხვანაირად მოიქცე, არ ვიცი, შეასუსტა ამან წინააღმდეგობა ზოგიერთში? ეს ბუნებრივია, ანუ რა თქმა უნდა, კანონებს იმიტომ იღებს სისტემა, რომ შენი თავისუფალი ნებაზე მოახდინოს გავლენა და რაღაც დონეზე შენ თუ გინდა არ გინდა ექცევი ამ ძალის დემონსტრირების ქვეშ და მე უკვე შენზეა დამოკიდებული რანებით გაუწევ წინააღმდეგობას. შეიძლება რაღაც დრო დაგჭირდეს, რომ ფსიქოლოგიურად, მენტალურად მოძლიერდე, ფიზიკურად მოძლიერდე და ისევ განაგრძო ამ წინააღმდეგობის აშკარა გამოხატვა, თორე ეხა ხალხში ეს უსამართლობის შეგრძნება არ განელებულა და არსად არ დაკარგულა ის გადასებული რუსთაველის გამზირი იმ ხალხში რა გზნობებსაც აღძრავდა, რა უსამართლობასაც ისინი უპირისპირდებოდნენ, ეს უსამართლობა ამ ხალხში ისევ არის და უბრალოდ იმუშავა ამ კანონებმა რაღაც დონეზე, რომ დათქმნა შიში რაღაც დონეზე დაამკვიდრა, არ არის ეხა თუნდაც ადმინისტრაციული ჯარიმა რო გამიხილოს, ციხის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უკვე რუსთაველზე დადგომა, მაგრამ აი თუნდაც ადმინისტრაციული ჯარიმის დონეზე მე სანამ დამიჭერდნენ 5,000 ლარი იყო ადმინისტრაციული სახტელი და წარმოიდგინეთ ეხა 5,000 ლარი ჩვენი ქვეყნისთვის რა დონის არ არის ეს მარტივი გადასახდელი თუნდაც. არ არის მარტივი სახტელი, რა თქმა უნდა და ამიტომ არის უსამართლო და რეპრესიული, რომ შემოსავალთან შედარებით იმდენად დიდია ეს გადასახადი ადმინისტრაციულისთვის, რომ ამისკენ არის მიმართ. ამიტომ არის კანონი რეპრესიული, ამიტომ არის ეს ცვლილება რეპრესიული. სხვა შორის ტელეკომპანია ფორმულა დღეს 5,000 ლარი დააჯარიმა კომკომმა, აი ზუსტად ასეთი ტერმინების გამოყენების გამო. იცით, აი რეპრესიულ კანონებს, რეპრესიულ რეჟიმს რომ ვიყენებთ, თქვათ, ან ოცნების ხელისუფლებას. ეს არ გამოიყენოთ, ანუ შინაარსში შემოდიან პირდაპირ გეუბნები, აბა რეპრესიული არ არის კანონი 5,000 ლარი რომ არის ჯარიმა ან ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს რომ მიჯერენ, რა ქვია ასეთ კანონს და ვინ უნდა მითხრას, ბატორმა გულორდავამ უნდა მითხრას, რა ვუწოდო ასეთ კანონს, შენ შეფასებაში შემოდის? აი ასეთი ქვეყანა მივიღეთ ჩვენ. მიუხედავად იმისა, რომ არა მარტო ანუ მე ამით ხაზგასმა მინდოდა, უბრალოდ იმის, რომ ყველა სივრცეში, სადაც მათთვის პრობლემაა, ისინი ცდილობენ ამ მარწუხების მოჭერას, მაგრამ იმიტომ უჭერენ ამ მარწუხებს მაინც უფრო და უფრო, რომ საბოლოო მიზანს რაც არის მათთვის ამ წინააღმდეგობის მოკლა, გაჩერება, ვერ აღწევენ. შეიძლება ეს შესუსტებულია, მაგრამ დრო და დრო, აი მაგალითად 26 მაისმა აჩვენა, რომ ხალხი კვლავ მზად არის ხომ გუშაში გამოსვლისთვის, შაბათის მარშებიც თქვენ მე მოიხილოთ მას თქვენ კომენტარშიც, მაგრამ ხო, ცვლილებისთვის არასაკმარისია. თუმცა ივანიშვილის პრობლემა, რეჟიმის პრობლემა არის ლეგიტიმაციის პრობლემა ამ დრომდე და მათ ყველაზე უკეთ იციან, ყველაზე უკეთ აქვთ გაზომილი ეს უკმაყოფილება ხალხში. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ უკეთესად კონსოლიდირება ამ პროტესტის?
ეხლა ერთ მომენტს აღვნიშნავ, რომ თქვენ ალბათ ჩემი სტატუსის სოციალურ ქსელში გამოთქმული აზრის გამო მომიწვიეთ დღეს აბა სტუდიაში. არა მარტო, მაინტერესებდა ერთ-ერთი პირველი ხართ ხომ, ვინც დატოვა საპატიმრო და ამის მერე ძალიან საინტერესოა დანახული პროცესი. ისე დაემთხვა, რომ თქვენ შესავალ სიტყვაში ახსენეთ ალან ყაყიდაშვილის გარდაცვალების ამბავი და მისი მეგობარი ირაკლი ტატანაშვილი, რომელმაც გუშინ ჟურნალისტთან განაცხადა ამ მოხდარის დეტალები და ისე დაემთხვა, რომ მე ირაკლი ტატანაშვილი გავიცანი საქალაქო სასამართლოს ციხის ფუქსებში, ანუ სასამართლოს ფუქსებში პროცესამდე და უშუალოდ მისგან მქონდა მოსმენელი აღნიშნული ინფორმაცია. ეხლა იქ ისეთი გარემოა, რომ ერთი და ორი კაცი არ ხდება, როცა ეტაპი გადადის სასამართლოში, იქ თავს იყრის რამოდენიმე ათეული ადამიანი და ყველა თავის გასაჭირს ყვება ამ სისტემასთან უსამართლობას რა დონეზე შეეჯახა და ისე არ არის, რომ მარტო წინააღმდეგობას და ქუჩაში აქციაზე მდგომ ადამიანს ხდება ეს რეპრესია, ანუ ნათელია, რომ უკვე ყველას მისვდა. არა აქვს აზრი, სად ხარ, ანუ რესტორანში ხარ, გორში აგერ ცნობილი გორის კომბინატის ფაქტი, ხომ? შესვენებაზე გამოვიდა ბანკის თანამშრომელი. არა აქვს მნიშვნელობა შენ წინააღმდეგობაში ხარ, აქტიური ხარ თუ არ ხარ. კი, და ამას უსამართლობასაც ორი მომენტი აქვს რა, არ არის ის, რომ უსამართლობა შენ სამართალს ვერ მიაღწია, პირდაპირ ისე ხდება, რომ რაღაც ტრაგიკულ ამბად იქცევა შენ ცხოვრებაში და მე ამ ტრაგიკულ ამბავს რაც უნდა მოყვეს, რომ სამართლიანობა აღადგინო, აი იქ უკვე მეორე ეტაპია, რომ ამ სამართლიანობასაც ვერ აღწევ და რეპრესია უფრო რეპრესიას გემატება კიდე ამ ადამიანმა 9 თვე უკანონო პატიმრობაში გაატარა მიუსამძიმრებ ისე თვითონ მას და ალანის ოჯახს ამ ალანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ძალიან ტრაგიკული მოსასმენი იყო ამ ფუქსებში როცა ვისმენდი ამ ამბავს რადონის ძალადობა განხორციელდა იმ უწყების მიერ საპოლიციო ორგანოების მიერ რომელთაც ხალხის დაცვა აქვთ პირდაპირ დავალებული ხალხის ცემატყეპაზე არიან გადასული, იმიტომ რომ საქმის გამოძიების სტანდარტი იმ დონეზე დაბალია, რომ ცემის და ძალადობის გარეშე საქმეს გამოძიებას ვერ ახერხებს სტრუქტურა, ანუ უნდა ქცემოს, უნდა იძალადოს და შენი შიშით ცრუ ჩვენებაზე თავი, ანუ აღიარებას აწერ ისეთ რაღაცას, რაც შენ არ გაიკეთებია და სხვათა შორის ერთი სიტყვები მახსოვს ირაკლისგან, რომ მე რო ყოფილი სპორტსმენი და რაგბისტი არ ყოფილიყავი, მეც ვერ გადავრჩებოდი იმ დონის ძალადობა იყო მის მიმართ განხორციელებული და სხვათა შორის ირაკლი არ იყო იქ მარტო იქ მეორე პირიც იყო, რომელიც აღნიშნულ გაყოფილებაში იმყოფებოდა იმ დროს, როცა ირაკლი და ალანი მიიყვანეს ამ გაყოფილებაში და მას უსწორდებოდნენ ფიზიკურად ამ ორი პირის შეყვანის მომენტში და როცა ესენი მიიყვანეს, მე ამას შეეშნენ ამ ბიჭს და გადავიდნენ უკვე ამათან საქმის გარჩევაზე, ანუ იქ გამოძიება არ დაწყებულა, იქ იყო ცემატყება პირდაპირ და სხვათა შორის ის ბიჭიც ჩემ კორპუსზე იყო და ის ბიჭიც უკანონოდ იყო და 9 თვის მოხდის მერე ისიც თავისუფლებაზეა და წარმატებებს უსურვებ მასაც იმედია უსამართლობას. აი, ყვებით ახლა თქვენი პერიოდის განმავლობაში რამდენი ადამიანი უსამართლოდ ნაცემი, ნაჯდომი, აი ეს ხომ მეტყველებს რომ ეს სისტემა ეს აი ინდივიდუალური ისტორიები მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი იცის, მაინც საშინელი მოსასმენია. ჩვენ ვიტანთ ასეთ ქვეყანას, ანუ ჩვენ ვიცით ეს რეალობა და ჩვენ ცხოვრობთ ასეთ რეალობაში. თქვენ მართალი ხართ იმაში რომ საზოგადოებამ იცის. მე გეთანხმებით შეფასებაში რომ ყველაფერი იცის ამ ქვეყანაში. ამიტომ მკითხულობ ახლა რომ აი ირაკლისთან მივიდა რეჟიმი, ხომ? სისტემა მივიდა უსამართლობით, მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა თვითონ აქტიურ წინააღმდეგობაში არ იყო. ყველასთან მივა. მაგრამ ვიდრე ამას გააცნობიერებს, რომ ეს შიში კიდევ უფრო სერიოზული შიშია, ვიდრე 5000 ლარიანი ჯარიმის შიში, ან ციხეში უსამართლოდ ყოფნის შიში სამართლიანობისთვის ბრძოლის ნაწილში, იმიტომ რომ ეს ციხე აუცილებლად მოვა და ხმის ამომღებიც არავინ იქნება, როგორც აღმოჩნდა, ხომ? ჩვენც თუ არ ვიქნებით და პუბლიკაც თუ არ იქნება, ამას ვერც ვერავინ ვეღარ გაიგებს. ამის მიღწევას ცდილობს რეჟიმი, ისევე როგორც ყველა ავტორიტარი. და აი კიდევ ერთხელ ვიკითხავ, პოლიტიკური
პარტიების ნაწილში ხშირად იყო, ასე ვთქვათ, მოწოდებები გაერთიანებისკენ, სტრატეგიისკენ, ასე შემდგომ. პოლიტიკური სისტემა ძალიან რთულ ვითარებაშია. მათაც დღესაც აკრძალა დაუანონსეს კიდევ ერთხელ და დაპატიმრებულია მათი ლიდერები. და ამ მოცემულობაში თორნიკე გამოსავალზე ხომ არ გიფიქრია უკეთესზე, ან არის თუ არა ასეთი ფორმულა, ალბათ ძნელი წარმოსადგენია ავტორიტარიზმში მზაფორმულები მოთხოვოთ ვინმეს, მაგრამ მაინც. ხო, გამოსავალზე რა თქმა უნდა, ხო ყველას გვიფიქრია და როგორც მე გადავლახე ჩემ თავში და გადავაფასე რაღაცეები, ისე უნდა გავაკეთოთ ყველამ და მზა გეგმები და პროგრამები და კამპანიები ესე არ მუშაობს. დიქტატურაში ცხოვრობთ, ჩემი აზრით უკვე საკმაოდ მყარად მე ჩემ თავზე შევიგრძენი ეს გლანში ვინც არიან და რუსთავში იმ ხალხმაც თავის თავზე შეიგრძნობა. ჩვენ თუ თავს მოვიტყუებთ და თვალს ავარიდებთ ამ კონკრეტული ადამიანების ტრაგედიებს, მაშინ ხო შესაძლებელია კიდევ ცხოვრება და არსებობა ხმისამოღების გარეშე. ავიც პოლიტიკური კლასი ჩემთვის საკმაოდ მომწიფებულია იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ვანდოთ და თუ დემოკრატიული ინსტიტუციები სათანადო დონეზე იმუშავებს და მარტივი რეფორმები ჭირდება, ამას არ ჭირდება რაღაცა კოსმიური დონის ასტროფიზიკური რაღაც წიაღისეულებში ჩასვლა და მარტივად, ანუ ამდენი ხანია ვხედავთ და მზად არის ეს ხალხი ჩემი აზრით, თუ საშუალებას მივცემთ ძალიან მარტივად სამართავი ქვეყანა არა ვართ რაღაც ახლა გვინახია კიდევაც და ყოფილა ამ სახელმწიფოების უახლეს ისტორიაში ესეთი პერიოდი, როცა არ ქონია ეს საგარეო კურსი, საით უნდა წარგვემართა, იმაზე პრობლემა და რისკები არ ყოფილა, რომ ჩვენ შეიძლება ისევ ჩვენი საუკუნოვანი მტრის გუბერნია და აღმოჩენილიყავით და ჩვენ თვითონ უნდა ჩვენ თავში ვეძებოთ ძალა, რომ მივიღოთ ის მოცემულობა, რაც ჩვენ ქვეყანაშია და თქვენთვის ეს მარტივი იყო თორნიკე, ამდენი ხანი იყავით ციხეში უსამართლოდ, ხო? აი თქვენი ისტორიაც რომ შევახსენოთ მაყურებელს, ხომ აბსოლუტურად უსამართლოდ დაგაკავეს, ხო? გაშველება, იქით წაართვით დანა გარდაცვლილია ახლა ის ადამიანი, ვისაც არის საუბარი, მაგრამ ხო, ასე დასრულდა, რომ თქვენ იქით დაგადანაშაულეს საბოლოო ჯამში და იქით დაგაკავეს. და მე ისხედით უსამართლოდ ციხეში. და გამოხვედით და ამ ყველაფრის მერე წესით რთული უნდა იყოს საკუთარ თავში ძალის მოძ თუ პირიქით. ხო, არა, ჩემ შემთხვევაში არ არის რაღაც რთული იმ გზაზე შედგომა და იმ გზაზე სიარულის და ნაბიჯების გადადგმა, რაც მანამდე დავტოვე, ანუ ეს რუსთაველზე მოხდა ეს შემთხვევა და ანუ ცოტა ხანი ჩამოვშორდი გარეთ აქტიურ პროცესს და ვაგრძელებდი ამ პროცესს. ხო, როცა ცდილობდით, მოკლედ გოცირიძის ამბავია ეს ყველა მიცის, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ მოვყვეთ, როცა ცდილობდით რომ იქ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი და მე დანაწართვით ამას და მიეცით პოლიციას და იქით დაგაკავეს და საბოლოო ჯამში აღმოჩნდით ციხეში, თქვენ იყავით მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე, ისევე როგორც იქ ყოფი ყველა ადამიანი. ანუ პაუზა იყო, გამოხვედით და უბრალოდ გაგრძელდა, მიზანი არ შეცვლილა. ხო, ანუ იყო შემთხვევა, რომელიც მოხდა, ჩვენ დავიცავით ჩვენი ღირსება და ის უფლებები, რა ჩვენ გქონდა და რისი გამოხატვის და აზრის გამოთქმის საშუალებაც უნიშნელოვანესი იყო და მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ცდილობს ამ აზრის გამოხატვას ყველა მის ხელთ არსებული რეპრესიული კანონით ხელი შეუშალოს, ჩვენ მაინც ვაგრძელებდით ამ ჩვენი უფლებების დაცვას და მოხდა ისე, რომ ამ ადამიანთან მოგვივიდა შელაპარაკება, რომელიც წამოვიდა იქ იმიდან, რომ ჩვენი შეკრების თავისუფლება იყო ხელყოფილი, ჩვენი ღირსება იყო შეურაცხყოფილი და ჩვენ მიერ მოხდა თავის დაცვა. ნუ იქ საქმეში ფიგურირებდა და დანა, რომელიც ჩვენ ანუ ეს დანა რამე წართმევის მომენტი არ ქონია, თვითონ მოქმედების მომენტში დავუვარდ, რომელიც შემდეგ ჩვენი აქციის მონაწილეების მხრიდან გადაეცა პოლიციას და დალუქულ მდგომარეობაში პოლიციის განყოფილებაში, თაბუკაშვილის განყოფილებაში ეს დანა იდო უმოქმედოდ და სისტემა ცდილობდა ამ დანის გაქრობა საქმიდან და მე იძულების წესით იქ ისე პროტესტი დაემატა და მარტო ჩემი ადვოკატის მიერ მოძიებული მტკიცებულებები არ იყო პროკურორის მიერ საკმარისად აღქმული და დამატებით ჩემი შიმშილობა დაჭირდა იმას, რომ ეს დანა რაღაცნაირად ამ საქმის მტკიცებულებებში თანდართული ყოფილიყო და
სისტემა ვერ მუშაობს, სისტემა არ არის გამართული და აი ყოველდღიურად ხედავთ, რომ ეს მარტო ჩვენ უშუალოდ ქუჩაში მდგას ადამიანებს არ ეხება და ყველას შეეხება ადრე თუ გვიან, ყველა იგრძნობს ამას და რავი, როცა ხალხი გადაწყვიტავთ, რომ უკვე საკმარისია და უნდა შევცვალოთ, შევცვლით აუცილებლად და რავის მე მანამდე ვარ ქუჩაში და ველოდები ეს დრო როდის დადგება და აგრძელებთ ბრძოლას. ვაგრძელებთ მოქმედებას, წინააღმდეგობას. მოქმედებას და წინააღმდეგობას და თქვენ მიგაჩნიათ, რომ სწორედ წინააღმდეგობაა ერთადერთი გზა. აუცილებელია, ნუ არაფრის კეთებით და სხვისი დალოდებით რომ რაღაც ვინმე ან გეოპოლიტიკურად ისე შეიცვლება რამე რომ ვინმე მოვა და გვიშველის არ მოხდება ეგრე ჩვენი ქვეყანა ჩვენ თვითონ უნდა დავიბრუნოთ. და სინდისის პატიმრებს რომ დავუბრუნდეთ, თქვენ ვისთან გქონდათ კონტაქტი, საგანშივისთან ერთად იყავით და რა განწყობაა ეგ მაგალითად ჯავახიშვილი ვნახე გამოცდებს აბარებს და ხომ აი რაღაც საოცარი ძალის ხალხია ეს ხალხი, მართლაც გამორჩეული, არ ვიცი სისტემამ სად მოაგროვა ასე ერთად, გამორჩეული ნებისყოფის ძალის ხალხია და იქიდან ამხნევებენ ამ საზოგადოებას და აი იქ რა განწყობაა მაინც და მათი მოკითხვა არასოდეს მეზარება პირიქით, სულ მინდა რომ ვისაუბრო მათზე და ყველა უსამართლო დაკავებულ ადამიანზე, მაგრამ მათი მხრიდან მეტი მოდის თითქოს აქეთ, ვიდრე აქედან იქით. ხო, ანუ იქ ხარ ძალიან მხნედ, აი თუ რამ ჯანმრთელობის დამატებითი პრობლემა არ გაწუხებს და შენი თავი დამატებით ტვირთად არ არის გადაქცეული, ეს სისტემის მიერ შენზე გახორციელებული უსამართლობა ვერ გტეხავს და შენში მეტ ანუ შენ ამ უსამართლობას გაბრაზებად გარდაქმნი და ძალად გარდაქმნი და მოქმედებაში მაინც გამოხატავ მიუხედავად იმისა, რომ ციხია, გონები შენ თანამებრძოლებთან ერთად ხარ და ცდილობ მათ მხარდაჭერას და რა ვიცი ამ კუთხით თუ შეხედავ არ არის ციხე რაღაც პანაცეა რეჟიმმა შენი წინააღმდეგობა გატეხოს და შენი თავისუფალი ხმა ჩაახშოს. მე გარედან არ ვიცნობდი ამ ბიჭებს პირადად, მაგრამ შიგნიდან ძალიან ბევრი გავიცანი ბოლოს ონისე ცხადაძესთან, სვიაც ცხადაძესთან და პატამანჯგალაძესთან ერთად ვიყავი, მანამდე ვეფხე კასრაძე გავიცანი, მათი დევიძე გავიცანი, ჯავახიშვილთან, ანუ მინდია შერვასიძე ვინ ჩემთან ერთად იყო დაჭერილი, ის იყო რევაზ კიკნაძესთან, ჯავახიშვილთან და ირაკლი ნადირაძესთან ერთად და ანუ ქონდა როცა ხვდებოდით ერთმანეთს მათი ამბები და მათი ცხოვრების ამბები იცვლებოდა ჩვენი ოთახის ცხოვრების ამბებში და რაღაც ძალიან ბევრი გავიცანი ბიჭები უშუალოდ ადგილზე და ხნედარიან, მაგრადარიან და რა ვიცი ელოდებიან რომ ეს პროცესი რაც შეიძლება დროში ძალიან არ გაგვეწელოს და მალე დავამთავროთ და ისი არ არის რომ ვინმეს თავისი პირადი თავისუფლება იმაზე მეტად წინ კონდეს დაყენებული ვიდრე ის საერთო საქმეა, რასაც საქართველოსთვის თავისუფლების და დამოუკიდებლობის დაბრუნება ქვია და თავისუფლება რა თქმა უნდა მათ, მაგრამ თავისუფლება უპირველესად ჩვენ ქვეყანას და ამისთვის არის ამ ხმაზე ამაღლებულმა ხმამ გამოიწვია მათი დაპატიმრება, რომ სისტემამ ეს მიიღო თავის პირად საფრთხეთ და ეცადა რომ ეს ხმა ჩაეხშოდა. ისე გამოდის რომ რაღაც ახლა ორი კვირა გარეთ ვარ და არის მის ინტენსიურად ამ პრობლემის სათავე საიდან არის. ანუ მე ახლა თავისუფლება თორნიკეთა შუაზე მეტად ბიძინა წადი ეს ორი სიტყვათა შეთანხმება გაცილებით არსებული და არსებითი და მნიშვნელოვანია და საერთო საქმისთვის უფრო წინ წამწევი და ამ ბიჭების ნანახი რაც ვნახე იგივე პოზიციაზე არიან ისენიც რომ ბიზნა უნდა წავიდეს და ეს ქვეყანა ისე ვერ დაბრუნდება კონსტიტუციურ წესრიგში. შესაბამისად, რა ვიცი, ბიჭები ხნედარიან, გამოვლენ და ჩვენ გვერდით გააგრძელებენ იმ დაწყებულ საქმეს, მაგრამ ჩვენც უფრო მეტი უნდა ვეცადოთ, რომ ამ ბიჭებმა რაც ხვეპლი დადეს, ძალიან ბევრი გაიღეს და მნიშვნელოვანი გაიღეს და ჩვენც ვალდებული ვართ და პასუხისმგებელი ვართ, რომ ეს ბიჭები მარტო სიტყვიერად კი არა, ქმედითი ნაბიჯებით უნდა გავამხნევოთ გარედან.